Pauza. Ukam pasi Milchenkoze. Ვნახოთ რა მოხდება. კარგი მომენტია მანდრიჩენკო და 1-0 დინამო ბათუმი დაწინაურდა 22 წუთზე. აი ასე როგორც ხედავთ, იგებენ ბათუმელები დაპირისპირდნენ, კარგად გამოიყურებიან. გურამ ჯაფარიძე ძალიან კარგად ითამაშა და მანდრიჩენკო ასეთ მომენტებში შეუცდომელია ხოლმე. მე-6 გოლი გაიტანა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში დმიტრი მანდრიჩენკომ. ისე კი ეს არის მისთვის მე-16 გოლი მიმდინარე სეზონში. კიდევ ერთხელ ისმაილოვი შეიყვანს ბურთს შეხვედრაში. ბრძოლა ბურთისთვის ბუკია. თავი თამაში შეცდომა კიდევ ერთი კარგი მომენტი დინამო ბათუმს. 2-0 ხდება ანგარიში დმიტრი მანდრიჩენკო. პასი რომელიც იყო ძალიან ჭკვიანური, მახვილი კუთხიდან დარტყმას აზრი არ ჰქონდა და დმიტრი მანდრიჩენკომ გაიტანა მეორე გოლი. და პასი და მანდრიჩენკომაც როგორ გამოიყენა ეს ეპიზოდი. მე-7 გოლი მისთვის მიმდინარე სეზონში. აი კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ეპიზოდი და აი პასი რომელიც გაკეთდა მანდრიჩენკოზე და გოლი ვერდი მარა შესანიშნავად ითამაშა ალბანელმა ამ ეპიზოდში. კიდევ ერთხელ მცველების შეცდომა ძალიან ცუდად იმოქმედეს ამ ეპიზოდში და საბოლოოდ ანგარიში გახდა 2 არაბიძე ჩაწოდება საჯარიმოში. კუთხური იქნება, რომელსაც ხუთაისელები მოაწვდიან. კარგი მომენტი აქვს ბათუმის დინამოს, კირკედაძის გადაცემა, კალანდარიშვილი საჯარიმოშია უკვე. პასი გააყოლა ლაკვეხელიანს, კიდევ ერთი პასი მანდრიჩენკო! ჰეტრიკის შანსი ჰქონდა დმიტრი მანდრიჩენკოს და სადაარტყა აქ მის შემტევმა. ლაკვეხელიანის პასი და მარცხენა ფეხით დმიტრი მანდრიჩენკომ ვერ დაასრულა ეს ეპიზოდი. კიდევ ერთხელ გამეორებაზე ეს ეპიზოდი. და მომენტი არაბიძის ჩაწოდება საჯარიმოში, ისმაილოვი გამოვიდა ცუდად და ანგარიში ხდება 2-1, 1-2, 42 წუთზე შეამცირა ანგარიშის ხვაობა ქუთაისის ტორპედომ. კიდევ ერთხელ ნახოთ ეს ეპიზოდი, ჩაწოდება საჯარიმოში. ბუკიამ გაიტანა, კი. ნახოთ ამ გამეორებაზე. კი, ბუკიამ გაიტანა. თავი დახრილი ჰქონდა ბუკიას, მოხვდა ბურთი და ასე აღმოჩნდა ბათუმელთა კარში. არა, იქ იყო ჩიტაიშვილსაც მოხვდა. ეს ბურთი რომ ჩიტაიშვილს არ მოხვედროდა, ამ შემთხვევაში არბიტრმა მისცა ნიშანი ჩაწოდება საჯარიმოში, ისმაილოვმა გადაარჩინა ამ ეპიზოდში. გუნდი დარჩათ ბურთი, ჯაფარიძე, პასი, კალანდარიშვილი მიიღო ბურთი საჯარიმოშია, პასი კიდევ ერთი და რა მარტივად ახერხებენ ბათუმელები კიდევ ერთი გოლის გატანას. ანგარიში ხდება 3-1. აი ჯაფარიძის გადაცემა და დააკვირდით ახლა კალანდარიშვილის გადაცემა და ცენტრში რამხელა ადგილია დატოვებული და ვერდი მარა ძალიან მარტივად ახერხებს გოლის გატანას მეტოქის კარში. კიდევ ერთხელ ეს ეპიზოდი. აი კიდევ ერთი რაც ალამაზებს ჩემპიონატს. დღეს გვაქვს ლამაზი გოლების დღე. არაბიძის აი ეს გასროლა და ანგარიში ხდება 2-3 შესანიშნავი გოლი, რომელიც გიორგი არაბიძემ გაიტანა და აი ეს რეაქცია არის ძალიან ლამაზი. ძალიან ლამაზი და ძალიან საყვარელი რეაქცია ქონდა. თუ არ ვწდები ჩიტაიშვილს, რომელმაც აი თავში ხელები წაიშინა, იმდენად მაგარი გოლი გაიტანა გიორგი არაბიძემ. მალხაზ ჩიტაიშვილი იყო, საბა ისმაილოვს ულამაზესი გოლი გაუტანა გიორგი არაბიძემ და ტაბლოზე ანგარიში უკვე 2-3-ია. მოიქცა. აბა
კირკიტაძე რა კარგია შევიდა საჯარიმოში ცრუ მოძრაობა პასი დარტყმა გადარჩა ქუთაისის ტორპედო ამ მომენტში ეს კი კიდევ ერთხელ ის ეპიზოდი კირკიტაძის რა კარგი ცრუ მოძრაობა მანდრიჩენკოს დარტყმა მოიგერია კლიაიჩმა ბუკიას შეიძლებოდა ავტოგოლი გაეტანა და ხარიხა მიხსნა ენის ხმა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მორიგი გამარჯვება და მორიგი 3 ქულა ეროვნულ ლიგაში